ყურადღებით ჯარისკაცებო, რამოდენიმე წუთში ჩვენ განვახორციელებთ პარაშუტით გადახტომას თვითმფრინავიდან. ყველამ კარგად იცით გადახტომის წესები, მაგრამ მაინც შეგახსენებთ. თუ არ გვინდა რომ ძალიან სწრაფად დავეშოთ მიწისკენ, მაშინ შლით ხელებს და ასე მივფრინავთ ქვემოთ. ჯერ არა გადახტომისას ბარათელი. თუ გვინდა ძალიან სწრაფად დავეშვათ, თავით ხვდებით და ხელებს ვიდებთ აი ასე. და თავს ვაწვეტიანებთ კიდე. ეს რა სოლინი წავიდეთ. როგორ შვებით? თავს აწვეტიანებს მარტო ხაკაძე. სხვას არ შეუძლია ეს და ამას თავიდანვე რომ დაწვეტიანებული აქვს უკვე. აღარ დაჭირდება. მოდი. რიგითო გრიგოლია, ბევრს საუბრობ. ასე ვშვებით, თუ გვინდა ძალიან სწრაფად დავეშვათ. გასაგებია ხო? თუ პარაშუტი არ გაიხსნა, მაშინ ასე ვშვებით, ხელს უარი წვალო ქვემოთ ვერე. გასაგებია. ხო. და კიდევ ერთი გაფრთხილება. თქვენზე წიროოცეული გადახდა, იმათაც ვაფრთხილებდი და თქვენ იცოდეთ, თქვენც არ გაიმეოროთ. როცა ხტებით, კარგად გამოექანეთ და შორს გადახდით რაც შეიძლება. თორე ფორმულებზე მაქვს სარეცხის თოკი გაჭიმული. არ ჩაცვივდეს ტანსაცმელი ქვემოთ. არის. იცის. ბატონო ინსტრუქტორო, ერთი შეკითხვა მაქვს. დიახ. აი რომ გადავხტებით. თქვათ გადავხტით. და გამოვქაჩეთ და არ გაიხსნა პარაშუტი. რა უნდა ვქნათ მაშინ? პარათელი. თუ არ გაიხსნა, მერე წლების განმავლობაში კურიოზად მოყვები. სუტრაზე. მოყვები. რომელიმე. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.